გამარჯობა, მე ვარ ზვიად კვარაცხელია. უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან გავარ და მიმაჩნია, რომ ეს პროტესტი და წინააღმდეგობა არის უმნიშვნელოვანესი იმ ჩახერგილი გზის გასათავისუფლებლად, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ კრემლის კარნახით დაატეხა თავს საქართველოს ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფალ საზოგადოებას, რომ ჩაუხერდა გზა და არა იყო პასუხისმგებლობა, არანაირი პასუხისმგებლობა ამ მავნებურ ბოროტ გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვიბრძვით ყოველდღიურად ჩვენი ევროპული მომავლის დასაბრუნებლად, იმისთვის, რომ რეპრესიული კანონები არ მოქმედებდეს საქართველოში. დღეს უკვე ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ავტორიტარული ხელისუფლება, ავტორიტარული სისტემა მართავს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ცდილობს, რომ გააქროს თავისუფალი კუნძულები და პასუხისმგებლობის აღების სანაცვლოდ ციხეებში ჩააგდოს თავისუფალი ადამიანები. ეს არის რეჟიმი, რომელსაც ყავს ასეულობით პატიმარი, რომელსაც ყავს სამიზნე წინააღმდეგობაში და უწყლოდ პროტესტში ყოფი თავისუფალი მოქალაქეების სახით, თითოეული ჩვენგანი, რომლებიც ვაპროტესტებთ ოლიგარქიულ მმართველობას და საქართველოს მიჯაჭვას, საქართველოს დაკავშირებას კრემლის ორბიტაზე ვართ გამოცხადებული რეჟიმისთვის მტრად. რომ ვთქვათ, წინააღმდეგობაში ყოფი ადამიანების სასახელოდ, ეს არის საოცარი სოლიდარობის ამბავი, სოლიდარობისა, რომელიც საამაყო იქნება ყოველთვის, პირადად ჩემთვისაც საამაყოა, იმიტომ რომ ამ ერთი წლისა და მეტი დროის განმავლობაში იმ ადამიანებმა, ვინც ფიზიკურად ადგანან, ვინც თავიანთი ოჯახებიდან თუ ემიგრაციიდან გამოხატავენ სოლიდარობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი საზოგადოებისთვის ბრძოლის მიმართ, ეს არის პირდაპირ შეიძლება ითქვას საოცარი სოლიდარობის მაგალითი. და მიხარია, რომ ამ უწყვეტი პროტესტის მონაწილე და ნაწილი მეც ვარ.